ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ღვთის დიდება და თაყვანისება. ამ თემას ეხება დიდი მარხვის მეექვსე შვიდეულის კვირადღის საკვირაო სახარება. ეს დღე არის ბზობის დღესასწაული უფლისაჩვენისა იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაული. და აი ამ დღესასწაულის მთავარი თემა არის დიდების მეტყველება. აი რა არის ეს დიდების მეტყველება, როგორია იგი, როგორ უნდა აღავლენდეს ჭეშმარიტ ღვთისადმი ჭეშმარიტ დიდების მეტყველებას, ჭეშმარიტი აღმსარებელი. აი ამას ეხება სწორედ ეს დღესასწაული ამ უნიშნელოვანეს სათნოებას, რასაც ქვია ღვთის დიდების მეტყველება. რადგანაც ღვთის დიდების მეტყველება ეს სხვა არაფერია თუ არა ღვთისადმი სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა. ეს არის ღვთის სიდიადის, დიდებულების აღიარება და ლოცვით, გალობით, გარკვეული ესეთი რიტუალური ქმედებებით აი ამ სიყვარულის და ამ აღიარების გამოხატვა. აი ეს არის უფლის დიდების მეტყველება და განსაკუთრებულია იგი სწორედ იერუსალიმში მაცხოვრის შესვლისას განსაკუთრებულია და ეს არის მთავარი თემა სწორედ ჩვენი დღევანდელი საუბრისა. ჯერ წავიკითხოთ თავად სახარება და შემდეგ კიდევ უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ამ საკითხზე. იკითხება სახარება ბზობის ანუ იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე. ეს არის სახარება იოანესი მე-12 თავის 1-დან მე-18 მუხლის ჩათვლით. ხოლო იესო უწინარეს 6 დღისა ვნებისა მის მოვიდა ბეთანიად. სადა იგი იყო ლაზარე მომკვდარ, რომელი იგი აღადგინა მკვდრეთით და მოუმზადეს მას მონსერი და მართა მსახურებდა მას. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა. ხოლო მარიამ მოიღო ლიტრა ერთი ნელსაცხებელი ნარდისა, სარწმუნოისა მრავალსასყიდლისა და სცხო ფერხთა იესოსთან და თმითათვისითა წარხოცნა ფერხნი მისნი და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისათა. თქვა ვინმე ერთმა მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელს აეგულებოდა მიცემა მისი. რაისათვის ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა 300 დრახკანის და მიეცა გლახაკთა. ხოლო ესე თქვა არათუ გლახაკთა რაიმე ზრუნვა ედვა გულსათვისსა, არამედ რამე თუ მპარავი იყო და გვადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავ. და თქვა იესო, უტევე მაგას, დღედ დაფვლისა ჩემისა დამიმარხა ეგე, რამე თუ გლახაკნი მარადის თქვენთანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქვენთანა ვარ. აგზნა უკვე ყოველმან ერმან ჰურიათამან, რამე თუ იესო მუნარს. მოვიდეს არა ხოლო თუ იესოსთვის, არამედ რაითა ლაზარეც აიხილონ, რომელი იგი აღადგინა მკვდრეთით. ხოლო ზრახვა ჰყვეს მღვდელმთავართა მათ რაითა ლაზარეც ამოკლან. რამე თუ მრავალნი ჰურიათაგანი მისთვის მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესოსა.
ხვალისაგან ერი მრავალი, რომელი იგი მოსულ იყვნენ დღესასწაულსა მას, რამე თუ ესმა ვითარმეთ იესო მოვალს იერუსალიმდ. მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა. ღაღადებდეს და იტყოდეს ოსანა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაელისა. და ჰპოვა იესო ვირი და დაждდა მას ზედა ვითარცა წერილ არს, ნუ გეშინი ნასულო სიონისაო, ახლა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზეზის იგი კიცუსა ვირისასა. ხოლო ესე არა ეცნა მოწაფეთა მისთა პირველად, არამედ ოდეს იდიდა იესო, მაშინ მოეხსენა რამე თუ ესრედ წერილ იყო მისთვის და ეს ეუყვეს მას. და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკვდრეთით. ამისთვისცა მიეგებოდა მას ერი, იგი რამე თუ ესმინა ვითარმეთ ესე სასწაული ქმნა იესო. უპირველეს ყოვლისა მიზეზი იმისა, რომ მთელი იერუსალიმი შეიძრა და ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ იერუსალიმის მაცხოვრებლები შეკრებილი იერუსალიმში, რადგანაც არის პასექის დღესასწაული, რომელიც რამოდენიმე დღე მიმდინარეობდა და მზადება იყო უпроსწორედ ამ პასექის მოლოდინში და ჩამოსული არიან არა მარტო ისრაელის ყველა ქალაქიდან და სოფლიდან, არამედ ჩამოსულნი არიან იუდეველები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც განთესილნი არიან სხვადასხვა ქვეყნებში. ისინი არიან ჩამოსულნი და რატომ არის ასეთი საყოველთაო ეს, თუ შეიძლება ითქვას, თაყვანისცემა, რა იწვევს ამ საყოველთაო თაყვანს? ამას იწვევს ის, რომ სწორედ რამოდენიმე დღით ადრე იესო ქრისტემ აღადგინა 4 დღის მკვდარი ლაზარე და ეს გაიგო აი ამ თელმა სისავსემ, იუდეველთა სისავსემ, რომელიც მთელი ესე იგი სისავსე იერუსალიმშია შეკრებილი აი ამ პასექის დღესასწაულისთვის მზადების პროცესში. და ყველამ გაიგო ეს და რაც თავარია ბეთანია არ იყო შორს, სოფელი ბეთანია იერუსალიმიდან და ჩადიოდნენ და ისმენდნენ თვითმხილველთა მონათხრობს. და ძალიან ბევრი ადამიანი რასაკვირველია აქტოვანებული იყო ამ სასწაულით და ახლა მაცხოვარმა ადრეც აღადგინა კვდრეთით, მაგრამ მაინც ეს პირველ შემთხვევაში ეს იყო იაიროსის ასული, ასე ვთქვათ, სინაგოგის უფროსის ასული, რომელიც ისეთ ვითარებებში აღადგინა, რომ აი მაცხოვარი ცდილობდა, რომ მაინც ეს ასე არ გასულიყო, გავიდა ეს ხმა, მაგრამ მაინც რაღაცა მცირე ნაწილმა იქ ნათესავებმა, მეზობლებმა გაიგეს. ასევე იყო ქალაქ ნაინში მომხდარი სასწაული, იქაც იმ ქალაქის მაცხოვრებლებმა ბევრმა იხილა, მაგრამ აი ესე რომ ერთბაშად ასეთ რაოდენობას გაეგო ამბავი, თან ეს მესამე წლის ბოლოა, უკვე 3 წელია მაცხოვარი აღასრულებს ამ უდიდეს სასწაულებს და ეს როგორც ასეთი აი ბეჭედი, საბოლოო გვირგვინი, ყველაზე 4 დღის მკვდარის აღდგენა, რომელიც მისვლად შეუძლია ყველას და ნახოს და აი ყველა იერუსალიმშია, ყველა ეს ემზადება პასექისთვის, იესოს შესახებ უკვე ყველა მიცის და აი კიდევ ერთი, თუ შეიძლება ვთქვათ, შემაჯამებელი ასეთი დიდი სასწაული, რომელიც ხილვაც ყველას შეუძლია. და აი ჩადის მთელი, ასე ვთქვათ, ისრაელი ბეთანიაში და ხედავენ, რომ აი ლაზარე არის აღდგენილი. განსაკუთრებით ისინი ჩავიდნენ 6 დღით ადრე მაცხოვრის ჯვარცამდე იესო სიმონ კეთროვანი ასეთი იყო,
სვიმონი, რომელიც განკურნა იესო ქრისტემ და იმის სახლში იყო ესეთი ტრაპეზი და იქ ლაზარეც იყო, ერთ-ერთი თანამეინახე და აი ყველა ჩადიოდა რომ ერთად ენახათ ისინი. იმდენად დიდი იყო ეს უკვე შთაბეჭდილება რომ ხალხი და რაც თავარია ესეთი როდესაც ხდება აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ამ ამბის გაგება მუხტი ასეთი ღვთის მიმართ ასეთი მესიის მიმართ წმენისა თაყვანისცემის სურვილისა და აი ამ აღიარებისა უკვე ძლიერდება მრავალი ადამიანი ასე ვთქვათ ერთიანდება ეს საერთო გულის თქმა და ეს უკვე მოლოდინია იციან რომ აი სწორედ აი ამ ლაზარეს ბეთანიაში სერობის შემდეგ მეორე დღეს იესო ქრისტე ჩავა იერუსალიმში და აი მაშინ ესე იგი მთელი იერუსალიმი და მთელი ისრაელი შეიძლება ითქვას თავმოყრილი იერუსალიმში ხვდება იესო ქრისტეს და როგორ ხვდება ესე იგი ადიდებს მას იმ ფსალმონის იმ სიტყვებით რომელიც სწორედ იყო წინასწარმეტყველება მესიის შესახებ და ეს არის ასეთი სიტყვები ოსანა ნიშნავს დიდება უფალს ოსანა კურთხეულარს მომავალი სახელით აუფლისათა. დიახ, აი მესია ეს არის ის, ვინც უფლის სახელით უნდა მოვიდეს და იქვე უმატებენ აი ამ ფსალმონის სიტყვებს იუდეველები მეუფე ისრაელისა. ასე იყო მათ ცნობიერებაში, რომ მესია ეს იქნება ძლევამოსილი ხელმწიფე, რომელიც გაანთავისუფლებს რომის ბატონობიდან ისრაელს საერთოდ სამუდამოდ გაანთავისუფლებს ნებისმიერი მონობის უღლისაგან მომავალში და კიდევ უფრო მეტიც რომ იგი გააბატონებს ისრაელს სხვა ქვეყნებზე და სხვა ერებზე. ეს რასაკვირველია იყო გაგება მიწიერი დიდების გაგება იყო. თინდამდვილეში ჭეშმარიტად მობრძანდება მეუფე ცათა რომელიც დიდებაც არის მარადიული და არა წარმავალი, ზეციური და არა მიწიერი. და ასევე მაცხოვარი ჯდება ვირის კვიცზე, რაც არის ესე ვთქვათ, ასევე ნაწინასწარმეტყველები, აი ზაქარია წინასწარმეტყველს აქვს ეს სიტყვები, სადაც ასეთი სიტყვებია. აჰა ესერა ნუგეშინი ნასულო სიონისაო აჰა ესერა მეუფე შენი მოვალ შენ და ზეზის იგი კიცუსა ვირისასა და ეს წინასწარმეტყველება იყო რომ აი მესია ვირის კვიცზე ამხედრებული შევა ეს აღსრულდა ეს მართლაც აღსრულდა ეს და ამასაც ხედავს ხალხი და არის ეს საოცარი ღვთის დიდება და თაყვანისცემა და აი ეს არის ყველაზე მაღალი მდგომარეობა ადამიანის, როდესაც იგი მთლიანად, ესე იგი მოცულია ღვთის სადმი თაყვანისცემის სურვილით. მას სურს აღიაროს ღვთის სიდიადე, მას სურს აღიაროს ღვთის სურვილი სიკეთე, ყოვლის შემძლეობა და გამოხატოს მადლიერება იმისთვის, რომ აი აღსრულდა მთავარი რამ, აღსრულდა რომ აი მერთის მიერ აღთქმული მესია მოვიდა და ეს არის რასაკვირველია, ესე იგი დასასრული ყველა წუხილისა და ყველა ტანჯვისა და მწუხარებისა და აი ეს საერთო სიხარული და კიდევ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი ღვთის დიდების მეტყველებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ამ თაყვანისცემაში უკვე ადამიანები ერთიანდებიან. აი ამ ერთობამ საყოველთაო თაყვანისცემა ყოველ ადამიანს ადამიანში არსებულ აი ამ უნარს
ღმერთი ადიდოს, განიცადოს ღმერთის სიყვარული, მრავალგზის ზრდის და ეს არის რაღაცა საოცარი ჰარმონია, ეს არის რაღაც საოცარი ნეტარება, როდესაც ადამიანები უკვე აი ამ წუთის სოფელში აღარ არიან და აი ამიტომ სწორედაც დიდების მეტყველება ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა, აუმაღლდეთ წუთისოფლისგან, არ ვიყოთ მიჯაჭული წუთისოფლს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ღვთის სიდიადეს განვიცდით და ვაღიარებთ, ღვთის სიახლოვეს განვიცდით და ამას გამოვთქვამთ ლოცვებში, გალობებში, ფიზიკურ ქმედებებში, რა იყო ფიზიკური ქმედება, ზოგიერთი ტანის ამოსუხთიდა და უფენდა, ზოგიერთებმა ხის რტოები მოკვეთეს და დაუფინეს, ზოგიერთებმა პალმების რტოები დაიჭირეს, აი ჩვენთან არის ტრადიცია, რომ ჩვენ ბზის ტოტი გვიჭირავს ხოლმე, აი ამ თაყვანისცემის ნიშნად ეს პალმის რტო ეს იყო, ესე იგი სამეფო დიდებულების აღიარება ისრაელში, აღმოსავლეთში საერთოდ. აი და ამიტომ ქვია ბზობა ასევე იერუსალიმში დიდებით შესვლას. არის კიდევ ასეთი მცენარე ბაია, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ. ბაიაობასაც ეძახიან ხოლმე ბზობას და აი ამიტომ ეს არის ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ივსება ღვთაებრივი ძალით, ღვთაებრივი სულით და აი დიდხანს იგი ინარჩუნებს აი ამ მუხტს, დიდხანს ინარჩუნებს და აი სწორედ ლოცვის მიზანი ის არის, რომ დღის ყოველდღიური ლოცვა, რაც უფრო ასე ვთქვათ სრულია, რაც უფრო ვთქვათ კონცენტრირებულია მთელი არსებით არის, აი ეს არის ადამიანის სწორედ ზეცასთან შეერთება, სულიერ სამყაროსთან შეერთება და აი ამ ღვთაებრივი სულით აღსება, რაც ძალას გვაძლევს, რომ წუთისოფლის ჭირვარამს გაუძლოთ და მან ვერ დაგვთრგუნოს ჩვენ. აი ეს წმენა, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა, იგი ყველა გასჭირვებიდან გამოგვიყვანს და აი ამის ხსოვნა, ამის განცდა, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ერთია, როგორც თქვით, პირადი ლოცვები, რომელიც ჩვენ დღის განმავლობაში ძალისაებრ ჩვენისა მაქსიმალური სრულყოფილებით უნდა აღვასრულოთ ის, რაც დადგენილია დედა ეკლესიის მიერ. ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ეს არის დილის ლოცვა, საღამოს ლოცვა, შვიდგზის ლოცვა და ამას ემატება კიდევ ლოცვის კანონი, რომელსაც პერსონალურად მოძღვარი ურჩევს პიროვნებას გამომდინარე მისი სულიერი შესაძლებლობებიდან და მისი სულიერი მოთხოვნილებებიდან, რაც კიდევ უფრო აძლევს საშუალებას, რომ სრულყოფის გზაზე განვითარდეს პიროვნება და ლოცვითი ეს ღვაწლი გამოიმუშაოს ეს ლოცვის კულტურა და აღასრულოს ეს ლოცვითი ღვაწლი, რაც როგორც ვამბობთ, არის აუცილებელი პირობა ღმერთთან დაახლოებისა და მისი სულით აღსებისა, სული წმინდის მადლის მიღებისა. მაგრამ ერთია პირადი ლოცვა და მეორეა საზოგადო ლოცვა, რომელიც ეკლესიაში აღესრულება. აი ეს საზოგადო ლოცვა არის სწორედ აი ამ თუ შეიძლება ითქვას ან პირიქით ეს დიდებით შესვლა იერუსალიმში, ეს არის ამ საზოგადო ლოცვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამოხატულება წმინდა წერილში, როდესაც მთელი, ესე იგი, ერი, ისრაელის ერი ერთი პირითა და ერთი გულითა ადიდებს ღმერთს და ჩვენ ხშირად წირვის დროს ვამბობთ, რომ უფალო შეგვაძლებინე, რათა ერთითა პირითა და ერთითა გულითა გადიდოთ შენ. აი ეს ერთი პირით და ერთი გულით მაცხოვარი ნიშნავს აი ძალიან დიდ სულიერ
ასე ვთქვათ, ამაღლებას ყოველი პიროვნებისას, ვინც ამ ერთობლივ მსახურებაში, დიდების მეტყველებაში, თაყვანისცემაში არის ჩართული. ჩვენ გვაქვს სახარებაში ასეთი სიტყვები მაცხოვრისა, რომ სადაც 2 ან 3 ჩემი სახელით შეიკრიბოს, მე ვარ მათ შორის, დიახ, აი, როდესაც იზრდება რაოდენობა ადამიანების, ეს უფლის სიახლოვის განცდაც იზრდება და ადამიანები გრძნობენ განსაკუთრებულ სიხარულს, განსაკუთრებულ ნეტარებას. და რა არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ აი ამ სახარებაში პირველ ნაწილში ჩვენ წავიკითხეთ, რომ მაცხოვარი არის ბეთანიაში, სადაც მან ლაზარე აღადგინა და ჩვენთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიისათვის, რადგანაც ეს არის ბზობის, ანუ მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის წინა დღე, შაბათი დღე, წინა შაბათი. და ამ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. და ლაზარეს შაბათი ეს არის საქართველოსთვის და ჩვენი ეკლესიისთვის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ასეთი ჰიმნი, ქართული ენისადმი მიძღვნილი ჰიმნი, რომელსაც ქვია ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, აი ამ ჰიმნში არის ასეთი სიტყვები: სახარებასა შინა ამას ელასა ლაზარე რქვიან. ანუ ესე იგი და არის ეს ასე ვთქვათ, სწორედ აზრი ამ ტექსტში, რომ ვითარცა ლაზარე აღადგინა უფალმა 4 დღის მკვდარი, ასევე აი სიკვდილის პირას ყოფ საქართველოს და ფაქტიურად მთელი ჩვენი ისტორია ეს იყო ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე, ბეწვის ხიდზე სიარული და მუდამ ესე იგი განადგურების საფრთხის წინაშე ყოფნა მუდმივი ჯვარცმა აი ამ ასე ვთქვათ სიკვდილის პირას ყოფ ლამის ასე ვთქვათ უკვე განადგურებულს, ლამის სულიერად მკვდარს ერს, ესე იგი გააცოცხლებს და არა მარტო გააცოცხლებს, არამედ როგორც ლაზარე გახდა მიზეზი იმისა, რომ თელმა ისრაელმა იწამა, აღიარა იესო ქრისტე და ადიდა იესო ქრისტე, აი ესევე მეორედ მოსვლის წინ ლაზარე საქართველოს აღდგომას გაიგებს მთელი მსოფლიო. რომ აი ეს ასეთი ნატანჯი, ასეთი ნაწამები, ასეთი განადგურების პირას მყოფი არაერთხელ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ყოფიერი გაცოცხლდება და აი როგორც თანამეინახე, ანუ მაცხოვრის გვერდით მყოფი აღმოჩნდება აი მაცხოვრის, ასე ვთქვათ, გვერდით, როგორც მისი მეგობარი, როგორც მასთან დაახლოებული, აი გაბწყინვებული, ამაღლებული გამოჩნდება და ეს გახდება კიდევ ერთი საფუძველი, რომ აი კაცობრიობის იმ ნაწილმა, რომელიც რასაკვირველია ჯერ კიდევ ინარჩუნებს აი რაღაცა ძიებას, ღვთის ძიებას, ძიების სურვილს ინარჩუნებს, რომ მან დაინახოს ეს სასწაული და აღიაროს სწორედ იესო ქრისტე და ისიც ასე ვთქვათ შეხვდეს მეორედ მოსვლას, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას დიდებით, როგორც ვთქვათ ისრაელი შეხვდა იერუსალიმში შესულ იესო ქრისტეს და აი აქვე არის ასე ვთქვათ ადამიანები, რომლებიც ამას არათუ არ აღიარებენ, არამედ თვით ლაზარეს მოკვლას უსურთ, რადგანაც ლაზარე არის ყველაზე ძლიერი მაგალითი ქრისტეს ღვთაებრიობისა და ყველაზე ძლიერი მიზეზი, რამაც ასეთი საყოველთაო აღიარება გამოიწვია და აი ეს როგორც ლაზარეს მოკლა უნდათ იმ ადამიანებს, ვინც ქრისტეს არ აღიარებს, ბუნებრივია, რომ აი ამ ღვთაებრივი დიდების მქონე ერს მუდამ ეშმაკი ებრძოდა, რომ აი მისი დიდებით
სხვა ადამიანებს არ ეღიარებინათ იესო ქრისტე. და აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს დღე და ამ დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა როგორც თავად ბრძანა აღადგინა ძველი ტრადიცია, რომ ეს იქნება ქართული ენის დღე. თუმცა ენა ბიბლიაში ენა და ერი არიან სინონიმები. ანუ ფაქტიურად ეს არის ქართველი ენისა და ერის დღე. ენა თავისთავად ერის ყველაზე, ესე ვთქვათ, დიდი, ყველაზე მისი თვითყოფადობის, მისი სიმდიდრის, სულიერი სიმდიდრის, მისი ისტორიის, მისი მსოფლმხედველობის მთავარი გამოხატულებაა და აი სწორედ ამ ენის ესე იგი ქება, დიდება, მისი აღორძინება, ანუ იგივე ქართველი ერის აღორძინების და აღდგომის და გაბწყინების სიმბოლოა. ამიტომ ეს ჩვენთვის განსაკუთრებულია და აქედან კიდევ ერთხელ მოდის ის მთავარი იდეა, რომ ქართველი ერის მიერ უფლის დიდების მეტყველება და თაყვანისცემა ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ყოველთვის წმინდა მიწაზე, ათონის მთაზე, სხვადასხვა წმინდა ადგილებზე, მონასტრებში, ყველგან იყვნენ ქართველი ბერები, მონაზვნები. ასევე საქართველოში უამრავი წმინდა ადგილი, უამრავი წმინდანი, მეფეთა შორის 17-მდე წმინდანი, მეფე და დედოფალი, რაც ფაქტიურად ქრისტიანულ ქვეყნებს შორის იშვიათობას წარმოადგენს. და უამრავი 100,000 მოწამე, 6,000 გარეჯელი ბერი და რა ვიცი, ვინ მოთვლის აი ამდენ მარაბდის ველზე, ყწანისის ველზე მოწყვეტილები და აი ეს ერი სწორედ თავისი დიდების მეტყველებით გამოირჩეოდა. ღვთის თაყვანისცემის კულტურით გამოირჩეოდა. რაღაც არ არის ღვთის თაყვანისცემა, ასე ვთქვათ, ადვილი. ღვთის თაყვანისცემა არის სწორედ რაღაც ადამიანის შინაგან სამყაროში რაღაცა ძალიან დიდი გამარჯვება ქვენა გზნობებზე, მიწიერ გზნობებზე, როცა ადამიანი თავის, ასე ვთქვათ, სულიერ მოთხოვნილებებს გაცილებით უფრო დიდ დროს უთმობს, დიდ ენერგიას უთმობს, დიდ რესურსებს უთმობს, მატერიალურ რესურსებს დებს არა მიწიერი ტკბობის მიღწევაში, არამედ სულიერი, ასე ვთქვათ, გამდიდრებაში, სულიერ გამდიდრებაში და აი ამავე სახარებაში პირველ ნაწილში, სადაც მაცხოვარი ბეთანიაშია, სუფრაზე, აი იქ არის კიდევ ერთი მინიშნება ამაზე, რომ რა არის ღვთის დიდების მეტყველება, რა არის ღვთის სიყვარული, რომ ღვთის სიყვარული არის უდიდესი სათნოება, რომლის გარეშეც მოყვასის სიყვარული კნინდება და ყველა სათნოება კარგავს ძალას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ამ სახარებაში და რა არის ეს, აი რა მეტყველებს ამის შესახებ. ამის შესახებ მეტყველებს ის, რომ აი როგორც წინა შემთხვევაში სტუმრად როცა იყო ლაზარეს ოჯახში მაცხოვარი და მართა სუფრას შლიდა და გამოხატა უკმაყოფილება და მაცხოვარს უთხრა რომ აიო ჩემი და მიმატოვაო არ ასე ვთქვათ ეხმარებაო და მარიამი იჯდა იესოს ფერხლად და უსმენდა და იესო ქრისტემ უთხრა რომ მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩიაო. ესე იგი მან უთხრა რომ კარგია ესე იგი მიწიერი სიკეთე, მიწიერი ასე ვთქვათ სიუხვე, მიწიერი ზრუნვა, მაგრამ უფრო დიდია სულიერი საზდოსათვის ზრუნვა. და აქაც იგივე მეორდება მართა ისევ სუფრის ასე ვთქვათ გამასპინძლებაშია და მარიამმა მოიტანა ჭურჭელი, რომელშიაც იყო მირონი, ნელსაცხებელი. ებრაელთა წესის მიხედვით ესე იგი ნელსაცხებელს სტუმარს, ესე იგი როცა სტუმარი მოდიოდა, ეს იყო ძალიან დიდი პატივი, რომ ნელსაცხებელს ცხებდნენ სტუმარს და ასევე მიცვალებულებს ცხებდნენ ნელსაცხებელს და ძალიან
ძვირი ჯდებოდა მათი მომზადება და ძალიან დიდი თანხები ჯდებოდა და აი დიდი ჭურჭელი, ესე ვთქვათ, რომელიც ფასის დიდი იყო, 300 დრახკანი ეს რაღაცა მრავალი ოქრო იყო, მაშინდელი ესე ვთქვათ ფულის საზომებით და აი მან ეს თლიანად ჯერ თავზე დაასხა, შემდეგ ფეხებზე წაუსვა და აღშფოთდნენ ტევანდელს სახარებაში წერია რომ იუდა, მაგრამ სხვა სახარებებში წერია რომ სხვა მოციქულების და სხვა ადამიანები როგორ ამდენიო მირონი როგორ დახარჯაო, როცა შეიძლება და გაყიდულიყო და მრავალი გლახაკიო ჩვენ ამითიო და გლახაკისთვის ეს დაგვერიგებინაო ესეთი მოწყალებაო და აი მაცხოვრე ეუბნება რომ ამანო ძალიან დიდი სიკეთე გააკეთაო, ესო ჩემი დაფლისთვის არისო, ანუ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ბუნებრივია არ მოხერხდებოდა მისთვის ნელსაცხებელის ცხება, იმიტომ რომ შეზღუდული იყო ეს პროცესი, ჩვენ გვახსოვს როგორ მიდიან ეს დედები ნელსაცხებელი მიაქვთ, მაგრამ არ იციან შეძლებენ რომ აცხონ ეს ზეთი თუ არა და აი ამანო წინასწარ ეს ჩემი დაფლისთვის ეს გააკეთა, მაგრამ თავარი აქ ის არის რომ აი კიდევ ერთხელ მარიამმა იზრუნა არა ასე ვთქვათ ფიზიკურ ასე ვთქვათ რაღაც სიკეთეზე, ფიზიკურ ადამიანურ ხორციელ სიკეთეზე მაცხოვრისას, არამედ სულიერი ასე ვთქვათ თაყვანისცემა, უფლის თაყვანისცემა აღასრულა და ეს თავისი რესურსი, მატერიალური რესურსი ხორციელს კი არ მოახმარა, ხორციელ ნუგეშინისცემას, ღვთის თაყვანისცემას მოახმარა და ამიტომ ხშირად ეს არის პასუხი იმაზე, რომ აი რატომ როდესაც შეიძლება ეკლესიის ასე ვთქვათ ქვეყანას უჭირს და ქვეყანას ესე იგი ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რატომ ხდება რომ შენდება ტაძრები, ვთქვათ ხდება იქნება ხატები, ძვირფასი ხატები, ტაძრების მოპირკეთება ხდება ძვირფასი, ასე ვთქვათ მასალით, ხო შეიძლება რომ ეს რაღაცნაირად უფრო ნაკლებად მოხდეს, ნაკლები სიმდიდრე დაიხარჯოს და ეს ისევ გაჭირვებულებს დაურიგდეს. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს რასაც ჩვენ უფლის სადიდებლად ვაკეთებთ. ეს არის ყველაფერი ღვთის თაყვანისცემის გამოხატულება და თუ ამის მოთხოვნილება ადამიანს აქვს, ეს ნიშნავს რომ ადამიანს აქვს ძალა რომ იზრუნოს უფრო მეტად სულიერზე ვიდრე მატერიალურზე და აი ამიტომ ღვთის სიყვარულის გარეშე მოყვას ეს სიყვარული კნინდება, კარგავს ძალას. რაც საკურველია მოყვას სიყვარული ეს არის მსგავსი პირველი მცნებისა გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი, მაგრამ პირველ ადგილზე დგას ღვთის სიყვარული და აი ეს ღვთის სიყვარულია ლოცვა, მარხვა და ღვთის სახლისადმი შეწირულობანი, რომელიც ემსახურება ჭეშმარიტი სარწმუნოების გაძლიერებას, ქადაგების გაძლიერებას, ღვთისმსახურების გაძლიერებას, რაც არის მთავარი საზრდო, სულიერი, ეს შენ უნდა ეს ყველაფერი ხდება, რომ უფლის დიდება, როცა უფალს დიდების მეტყველებ ჩვენ ასწილად გვიბრუნდება ეს ყველაფერი. ამიტომ დრო დახარჯული ლოცვაზე, მატერიალური შესაძლებლობები დახარჯული ღვთისმსახურებაზე, ტაძრების შენებლობაზე, მონასტრებზე, ეს ასწილად უბრუნდება არა მარტო იმას, ვინც ამას აღასრულებს, არამედ ერს უბრუნდება. ერს და აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა სიწმინდე და სიწმინდეთა თაყვანისცემა და ეს არის დიდების მეტყველება, უფლის დიდების მეტყველება და აღსრულება მთავარი მცნებისა. გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი, ეს არის პირველი მცნება და შემდეგ გიყვარდეს მსგავსი ამისა მოყვასი შენი. დღეს ჩვენ ქრისტიანული საზოგადოება ვინაიდან სწორედაც ბოლო საუკუნეებში სულიერი დაუძლურების გამო
ეკლესიების გაპარტახების გამო, დევნის გამო, ასე ვთქვათ, ღვთის სახურთა და ევლის დევნის გამო შესუსტდა ეს ღვთისმსახურება და თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ქრისტიანობას სწორედ იმით, რომ სიკეთეს აკეთებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამით არ უნდა შემოვიფაროთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფლის დიდების მსახურების შეუსრულებლობით ჩვენ ვაკლებთ მოყვას და ვაკლებთ საკუთარ სულს. ამიტომ დღეს სწორედ საქართველოს პრობლემა არის დედა ეკლესიის წიაღში დაბრუნება, სადაც აღესრულება სწორედ ღმერთის სიყვარულის მცნება. ღვთის და ეს უპირველეს ყოვლისა, ეს სიყვარული ღვთისადმი აისახება ღვთის დიდების მეტყველებაში და თაყვანისცემაში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა შეგვაძლებინოს ქართველ ერს ისევე როგორც წარსულ საუკუნეებში, როცა ძალიან გვიჭირდა და განპარტახებული ვიყავით და ვაშენებდით ტაძრებს და ამით ფეხზე ვდგებოდით, კვლავ ვაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძრები და დაუბრუნდეთ იმ დიდ კულტურას, რასაც ქვია ღვთის დიდების მეტყველებისა და თაყვანისცემის კულტურა, ღვთის სახურების კულტურა, რადგან ამის გარეშე ის ბოროტება, რომელიც ებრძვის თითოეულ ჩვენთაგან საცალკე და მთელ ერს ერთიანად, ის ბოროტება ვერ დამარცხდება. აი ეს სჭირდება ქართველ ერს დაბრუნება დედა ეკლესიის წიაღში და აი ამ სრულყოფილი სახით ღვთის დიდების მეტყველებით და თაყვანისცემით და ღვთისადმი გამოხატული სიყვარულით გამთლიანება და გამწყინება. იხარეთ და იდეგძელეთ, ღმერთმა მრავალ დღესასწაულს დაგასროთ. ჩვენთან არს ღმერთი.